აქვს თუ არა მინისტრთა ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა. ცნობილია დეპუტატების პოზიციაც. ქართული ოცნებისთვის ახალი სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობა მისაღებია. უმცირესობა კი მას ტრადიციულად აკრიტიკებს. პატრიოტთა ალიანსა და ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ის გუნდი, ის კანდიდატები, რაც დღეს ჩვენ წარმოგვიდგენთ ქართულმა ოცნებამ, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება, ქართული ოცნება არის კმაყოფილი იმ 4 წლით, რომელიც მათ როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, მათ არ ესმით არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს პოლიტიკა ბევრი მიმართულებით. ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ აბსოლუტურად არ ესმით და არ გაუაზრებიათ თუ რამხელა თვირთად აწევს საზოგადოებას ლარის გაუფასურება. საერთო ჯამში ლაპარაკობთ, ექნება თუ არა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ამ მთავრობას არ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ამ გუნდზე, ჩვენ არა ვართ ხელისუფლებაში, რომ ჩვენ გქონდეს საშუალება გუნდის წარმოდგენის, რომელზეც პასუხისმგებლობას ავიღებდით და ჩვენი წინასწარი პოზიცია ისეთია, რომ არ იქნება მხარდაჭერა ამ გუნდს. მთავრობის განახლებული შემადგენლობა უფრო ეფექტურად და შედეგზე ორიენტირებული იქნება, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის დღეს ქვეყანაში, მთავრობა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ეფექტური, უფრო შედეგიანი. ასე რომ ამ გუნდის მიმართ მე პირადად მაქვს ძალიან დადებითი პოზიცია, მე და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება, რომ პრემიერმა ძალიან კარგად წარმართა ეს კონსულტაციები და ფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდი წარმოადგინა მთავრობის.